ეს პოლიტიკოსი ონლაინში ჯესი უოტერსმა უბრალოდ გაანადგურა. და რაღაც მიზეზით ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ აზრი აქვს დაიწყონ ხმების მიცემა გიჟი ისლამისტების მოყვარული ფანატიკოსებისთვის. გულისხმობ, ამ კაცმა რეალურად თქვა, რომ შარიათის აკრძალვის წინააღმდეგია და ამის მიზეზი უბრალოდ სიგიჟეა და რომ არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა მსგავსია წინადაცვასთან და გეუბნებით, რომ როცა გაიგებთ, რომ ეს კაცი მიჩიგანის დემოკრატიული წარმომადგენელია, უბრალოდ ვერ დაიჯერებთ. მან უბრალოდ ამ ინტერვიუში გამოავლინა, რამდენად შეშლილია მისი შეხედულებები და მართლა ვერ ხვდები, როგორ ფიქრობენ ადამიანები, რომ შეუძლიათ ასეთი ხალხი აირჩიონ, მაგრამ უბრალოდ მოусმინეთ ამას. თავიდან აიცილეთ პასუხი, ისევ აიცილეთ. სქესის შეცვლა არასრულწლოვნებისთვის. ამას უჭერთ მხარს? კარგი. უჭერთ მხარს არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლას. ადრე ამას რო დაეთანხმო, სიგიჟეთ ჩაითვლებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკოსი ეცდება თავი აარიდოს პასუხს და ყველაზე უცნაური ახსნა მოიფიქროს. ეს არის აბდულ ალ-საიედი. დიახ, ის თქვენი დემოკრატიული წარმომადგენელია მიჩიგანში და შეიძლება მართლა მოხდეს მთავრობაში. აბდულ ალ-საიედი ნეტავ შემეძლოს მეთქვა, რომ ეს ხუმრობაა. მოусმინეთ. იცით, მახსოვს, კარგი საუბრები მქონდა ჩემს კონსერვატორ მეგობრებთან ექსპერიმენტული მკურნალობის ცდის უფლების შესახებ კანონმდებლობაზე. ხო. რატომ ლაპარაკობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც აუდიტორიას აბნევს? რატომ არ ამბობთ უბრალოდ დიახ ან არა? იმიტომ რომ ის პოლიტიკოსია და მწვანე წითელი ალიანსის საუკეთესო მაგალითია. ამას მალე ნახავთ. იდეა რომ მთავრობამ არ უნდა გითხრათ, როგორი ჯანდაცვა უნდა გქონდეთ, უბრალოდ ფიქრობ, მთავრობამ არ უნდა გითხრათ, როგორი ჯანდაცვა უნდა გქონდეთ. და თუ თქვენ ეს თქვენს ექიმსა და თქვენს მშობელს შორისაა. თუ არ ეთანხმებით ამას, თუ არ ეთანხმებით, რომ ჯანდაცვის გადაწყვეტილებები ექიმმა, მშობლებმა და პაციენტმა უნდა მიიღონ, მაშინ უბრალოდ ფიქრობ, რომ უნდა შევთანხმდეთ, რომ არ ვეთანხმებებით ერთმანეთს. მაგრამ იცით, თქვენ გინდათ მთავრობა კლინიკაში ან საავადმყოფოში შეიყვანოთ. ხო ესეა. რასაც იცდილობს აქ თქვა, არის ის, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს თქვენ სამედიცინო საკითხებში. დიახ, მართალი ხარ, მთავრობამ არ უნდა ჩაერიოს. მაგრამ რა მოხდება თუ ყავთ ფსიქოზიანი მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა მოაჯრან შვილებს სასქესო ორგანოები? რომელ ეტაპზე უნდა ჩაერიოს მთავრობა? და მე არ ვარ ადამიანი, რომელიც საერთოდ უჭერს მხარს მთავრობის ჩარევას, მაგრამ მართლა ვფიქრობ, რომ როდესაც მშობლები შეშლილები არიან, ბავშვები დაცვას საჭიროებენ. და თუ ეს არ იქნებიან მშობლები, ვინც მათ დაიცავს ან სამედიცინო სისტემა ამ შემთხვევაში, მაშინ მთავრობამ უნდა გააკეთოს ეს. იდეალურ შემთხვევაში მშობლები ნორმალურები იქნებოდნენ. იდეალურ შემთხვევაში ექიმებიც საღად მოაზროვნეები იქნებოდნენ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ამიტომ შესაძლოა მთავრობამ უნდა თქვას, რომ გენიტალიების დასახიჩრება პრობლემაა, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი კიდევ უფრო უარესდება. ანუ ფიქრობ, რომ ნორმალურია მშობელმა შვილს გენიტალიები მოაჭრას? შენ ფიქრობ, რომ ეს ნორმალურია? ანუ მართლა ესე ფიქრობ? მართლა გინდა ამ თემაზე საუბარი? შენც ხარ წინადაცვეთილი. ხო, მაგრამ ეს პირადი კითხვა. ჯესი, კარგი დოკ, ასე რომ ალბათ ჯობს სხვა თემაზე გადახვიდე, ალბათ უნდა გააგრძელო. წინადაცვეთა განსხვავდება ვიდრე კასტრაცია. უბრალოდ ფიქრობ, რომ ეს პრობლემაა. პრობლემა იმაა, როცა ფიქრობ, რომ შენ შეგიძლია გადაწყვიტო, რა მოხდება მშობელს, ექიმსა და პაციენტს შორის. უბრალოდ ვამბობ, რომ დიახ, წინადაცვეთა არის ოპერაცია ბავშვის სასქესო ორგანოზე. ასე რომ თუ მართლა გინდათ ამის წამოწევა, შეგიძლიათ. უბრალოდ ფიქრობ, რომ თქვენ ძალიან შერჩევით საუბრობთ ამ საკითხებზე. ეს არანორმალურია, რადგან წინადაცვეთა არა მხოლოდ ძალიან სასარგებლოდ არის დადასტურებული ბავშვებისთვის, არამედ ეს სრულიად განსხვავებული თემაა გენიტალური დასახიჩრებისგან. რადგან ბევრ წინადაცვეთილ მამაკაცს რომ გკითხოთ, ისინი მაინც სრულფასოვანი მამაკაცები არიან. მაგრამ მკითხეთ კაცს, რომელსაც გენიტალიები აქვს მოკვეთილი, გრძნობს თუ არა თავს მამაბაკაცად. ალბათ განსხვავებაა. ოდნავ, სულ მცირედ, სულ პატარა განსხვავებაა. მან სინამდვილეში წინადაცვეთა შეადარა, მაგრამ ბიჭებო, ნუ ინერვიულებთ. უფრო უარესდება. ინტერვიუ რეალურად უფრო უარესდება. უნდა მოისმინოთ, რას ფიქრობს აბდულ ალ-საიდი შარიათის კანონზე და ასევე აისზე. კარგი, და კონკრეტული კითხვა, რომელსაც ჯესი უოთერსი უსვამს მას. კარგი, ახლა ერთი წამით სად არის? მოდი. ვიპოვოთ. აქ არის ერთი ბიჭი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიიდან. მან ბავშვზე სექსუალურად იძალა და ეხლა ხან დავაკავე. გინდა რომ ეს ბიჭი მიჩიგანში დარჩეს აბდულ? მოდი მოვისმინოთ მისი პასუხი. ძალიან გაკვირვებული იქნება. და როცა მას ფედერალურ ბიუჯეტზე გკითხეს, არაფერი იცის ამის შესახებ. იცი რამდენია ფედერალური ბიუჯეტი? აბდულის პასუხია არა. და ის ასევე გადაწყვეტს, რომ შეუტიოს უშა Once, JD Once-ის ცოლს. ყველაფერს განვიხილავთ, მაგრამ ჯერ ჩვენი სპონსორებისგან ერთი სიტყვა. ანის მოვლის კომპანიებს უყვართ დიდი დაპირებების მიცემა, რომლებსაც ვერ ასრულებენ, მაგრამ რადგან შენ შეამჩნია ჩემი კანი, კი კომენტარებში გხედავ, გგონია რომ 10 წლის ვარ.
მიდოდა მომეყოლა შენთვის იმ კომპანიის შესახებ, რომელიც ძალიან მიყვარს OneSkin, რომელიც ჩვეულებრივი კანის მოვლის ბიზნესი არ არის. იცი, ისინი თავიდანვე არ აპირებდნენ კანის მოვლის კომპანიად ქცევას. დოქტორის ხარისხის მქონე 80 დღე გრძელობის მეცნიერმა დაარსა ეს კომპანია და ისინი ერთ რამეზე აკეთებენ აქცენტს: კანის დაბერებაზე. სწრაფი და ზედაპირული გამოსწორებები არასდროს ყოფილა მათი მიზანი. და როცა ამ ცვლილებას ერთხელ მაინც გამოცდი, უკან აღარ ბრუნდები. უნდა გაგაფრთხილო თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი დავარწმუნე, რომ ამ პროდუქტის გამოყენება დაეწყოთ და შენც დაგარწმუნებ. თანაც 10000 ხუთვარსკვლავიანი შეფასებაც საკმაოდ სერიოზული არგუმენტია. 10 წელზე მეტი ხნის ხანგრძლივი სიცოცხლის შესახებ კვლევების შედეგად შექმნილი OneSkin გეხმარებათ, რომ თქვენი კანი ახლა და ასაკთან ერთადაც ჯანმრთელი იყოს. ასე რომ შეზღუდული დროით ცადეთ OneSkin 15%-იანი ფასდაკლებით. გამოიყენეთ კოდი MEIRA ვებგვერდზე oneskin.co/meira. ეს არის 15%-იანი ფასდაკლება. ვებგვერდზე oneskin.co კოდით MEIRA, ანუ MEIRA. და როცა შეიძენთ, კითხავენ საიდან დაიგეთ მათ შესახებ. ასე რომ გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ჩვენს გადაცემას და უთხარით, რომ ჩვენ გამოგიგზავნეთ. გმადლობთ ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გადაცემას. რა თქმა უნდა, როცა JD-ს ერჩის, მის ცოლსაც ერჩის. მას კარგი პასუხი აქვს, რადგან ის უბრალოდ ელეგანტური ქალბატონია. მოусმინეთ ამას. გავიცინე. იმიტომ რომ დიახ, მე არასდროს შევხედრი ვარ JD-ს დედას და მამას, მაგრამ ვიცნობ და მიყვარს ის შვილები, რომლებსაც ისინი ზრდიდნენ. იცი, მისი დედა, დეიდა და ბიძა და ისინი ყოველთვის საოცრად მოსიყვარულეები იყვნენ. ანუ მისი დეიდა ჩემთვის მეორე დედასავითაა. კარგი, თუ არ ხარ დარწმუნებული რა ხდება აქ? ერთი წამი, მოусმინე რასისტულ ქვეტექსტს ამაში. ახლა ხან თქვენი ქმარი საუბრობდა შარიათის კანონის საფრთხეებზე ამერიკაში. კარგი, და მიჩიგანში არის სენატის კანდიდატი, აბდუ ელ-საიედი. და ამაზე პასუხის გაცემისას მან თქვენი სახელი ახსენა და თითქოს მიანიშნა ამას. თქვენი ქმრის. იცით, ბებია-ბაბუები შეიძლება არ იყვნენ ძალიან კმაყოფილები ან ბედნიერები იმ ფაქტით, რომ ის ახლა რასობრივად შერეულ ურთიერთობაში ან ქორწინებაშია. რას უპასუხებდით აბდუ ელ-საიედს? სინამდვილეში ეს დილით ვნახე. მე არ მაქვს სოციალური მედია, ამიტომ გამომრჩა. მაგრამ ვიღაცამ მაჩვენა და უნდა ვაღიარო, ცოტა გამეცინა. ეს არის ის, რისი დაჯერებაც მათ უნდათ. ისლამისტებს უნდათ, რომ დაიჯეროთ, რომ ის ფაქტი, რომ შარიათის კანონი არ მოგწონთ, ხომ იცით, რასაც ის ქადაგებს, არა? რომ ეს იგივე რაც იყო ძალიან რასისტი ნებისმიერი უმცირესობის მიმართ. და საყვარლებო, ეს ერთი და იგივე არ არის. სხვა კულტურის წარმომადგენელზე დაქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ გწამს ავტორიტარული რელიგიის, რომელიც ფიქრობს, რომ უნდა გახვიდე და ხალხს თავი მოჭრა. ბოდიში. რადგან კი მე არასდროს შევხვედრი ვარ JD-ს დედას და მამას, მაგრამ მე ვიცნობ და მიყვარს ის შვილები, რომლებსაც ისინი ზრდიდნენ. გულისხმობ, რა იდეალური პასუხია. ის უბრალოდ ამბობს, ეს ყველაზე სულელური რამეა. ასრასე რომ რადგან შარიათის კანონზე ვსაუბრობთ, მოდი ვნახოთ რას ფიქრობს ეს ფსიქოპატი შარიათის კანონზე. ანუ შარიათის კანონის მოშორება თეთრკანიანთა უზენაესობა. შეგიძლია ეს ამიხსნი? შენ იცი რა არის კანონიკური სამართალი, ჯესი? უფიქრობ ქრისტიანი ხარ, ხომ ასეა? ხო, მითხარე. კარგი, კანონიკური სამართალი ქრისტიანული სამართლის სახელწოდებაა. მე არ ვედავები შენს უფლებას, შენს რწმენას ისე მისდიო, როგორც გინდა. არ ვიცი, რატო არის პრობლემა ის, რომ მე ჩემი რწმენა ისე გამოვხატო, როგორც მინდა. არავინ ცდილობს შარიათის კანონი სხვას მოახვიოს. ზუსტად ისე, როგორც მე იმედი მაქვს, რომ არავინ ცდილობს კანონიკური სამართალი სხვას მოახვიოს. ხედავ, ეს მათი ახალი რამეა. მათი ახალი რამე ესეთია, თითქოს ყველაფერი ერთნაირია. ბოდიში, თუ ებრაელებს შეუძლიათ იუდაიზმს მისდიონ და ქრისტიანებს კანონიკურ სამართალს, მაშინ ისლამისტებსაც უნდა შეეძლოთ შარიათის კანონს მისდიონ. არა. და გეტყვით რატო. განსხვავება ისაა, რომ შარიათის კანონი ნამდვილად ცდილობს ყველა დანარჩენის თავის წესებში დაარწმუნოს. მაგალითად, ჯიზიას გადასახადის იდეა, თუ ისლამისტი არ ხარ, უნდა გადაიხადო გადასახადი, უნდა იარო ისლამისტზე დაბლა, უნდა ატარო განსხვავებული ფეხსაცმელი და ყველა ის უცნაური რამ, რასაც ისინი სწამენ. ისინი ურწმუნოების ცნებასაც აღიარებენ. თუ შარიათის კანონს არ იცავ და მათ ჯერათ, რომ ეს მათი რელიგიის ნაწილია. ისინი არიან რელიგია, რომელიც ოკუპაციას ემხრობა, პირდაპირი მნიშვნელობით. სწორედ ამიტომ ისინი გამოდიან, ლაპარაკობენ და ცდილობენ მიწების დაპყრობას. იცოდი, რომ ეგვიპტე, მაროკო, ეს ქვეყნები ოდესღაც ქრისტიანული იყო და არა ისლამისტური, სანამ ისინი არ მოვიდნენ და დიახ. ასე რომ შარიათის კანონის პრობლემა ისაა, რომ თქვენ მხოლოდ თქვენს ოჯახში არ გსურთ მისი დამკვიდრება, რაც თავისთავად პრობლემურია, რადგან ბევრი რამ იქიდან უკანონოა, მაგალითად 9 წლის ბავშვებზე დაქორწინება. ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ თქვენ გსურთ სხვებმაც დაიცვან ეს კანონი. აი რა ხდება, დასავლეთის უმეტეს მოსახლეობას არ აქვს პრობლემა თუ თქვენ ბჯერათ თქვენი რელიგიის, სანამ ამას მხოლოდ საკუთარ თავთან ინარჩუნებთ. ნუ, გააკეთებთ ისე, თითქოს შარიათის კანონს გავრცელება არ აინტერესებდა.
ჩვენ სულელებად გამოვიყურებით. მართალია, კონდეს უფლება, შენი რწმენა ისე აღასრულო, როგორც გსურს. არ ვიცი, რატომ არის პრობლემა ის აზრი, რომ მე შემიძლია ჩემი რწმენა ისე აღვასრულო, როგორც მინდა. არავინ ცდილობს შარიათის კანონი სხვას მოახვიოს თავს. უბრალოდ, შენს ისლამისტურ წრეში ყველა ცდილობს შარიათის კანონი ყველას მოახვიოს თავს. პირდაპირ ასეა. და კიდევ ამ კაცისგან სულ უფრო და უფრო მეტი სულელური განცხადებები ისმის. იმიტომ რომ სინამდვილეში თანხმდები ბოდიში. რეპარაციები. ამას უჭერ მხარს. ფიქრობ საჭიროა გულწრფელი საუბარი იმ უზარმაზარ ვალზე, რომელიც შავკანიანებს დააწესეს მონობის შედეგად. გამარჯობა ყველას, მე აბდულელ საიედი ვარ, მე ისლამისტი ვარ და წითელმწვანე ალიანსის მჯერა. ამიტომაც ვარწმუნებ სულელ ხალხს, ვინც ეკონომიკაზე არაფერი იცის, რომ თუ სოციალისტურ შეხედულებებს და ისეთ რაღაცებს როგორც რეპარაციები დაუჭერთ მხარს, მათ ხმას მივიღებ. და როცა მათ ხმას მივიღებ, შემიძლია მათ თავიდან მოვიშორო. იმიტომ რომ იცით რას ვფიქრობთ სინამდვილეში შავკანიანებზე ჩემს რელიგიაში, მათთვის სპეციალურად გამოყოფილი გეტოებია. დიახ. მაპატიეთ, ეს ხმა მაღლა არ უნდა მეთქვა, უბრალოდ უნდა მეთქვა, დიახ, ამ ადამიანებს რეპარაციები ეკუთვნით. რა, სულელი ხარ? შენ უმცირესობის ნაწილი ხარ. მოდი ხმა მომეცი. ყველაფერს სწორად ვითხვი და სწორ სიტყვებს გამოვიყენებ. ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ სინამდვილეში არაფერი იცის, რაზეც ლაპარაკობს. არა, იმიტომ რომ არ მინდა ქვეყანა ააფეთქოთ. იცი ახლა რამდენია ფედერალური ბიუჯეტი? აც მე ვიცი, აი ზუსტად ესაა, თქვენ გინდათ ფისეთი, რომელიც ადრე თქვენს არხზე მუშაობდა, უნდა და გაეზარდა. ფედერალური ბიუჯეტი. არა. მე უბრალოდ მინდა ამაზე ვილაპარაკო. ნახე, თუ ბიუჯეტებზე გინდა საუბარი, მე მზად ვარ ამისთვის. ის ბიჭი, რომელიც ადრე შენს არხზე მუშაობდა, მგონი მე-6-ე წამყვანი იყო 5-ზე. მას უნდა და ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი 1.5 ტრილიონ დოლარამდე გაეზარდა. და შენ ამაზე გაღიზიანებული არ ჩანხარ. რა? ანუ ომი უნდა დავიწყოთ, საიდანაც გამოსვლა არ ვიცით, რომ ბენზინის ფასი 5 დოლარამდე ავწიოთ გალონზე. ამას აზრი არ აქვს ჩემთვის, ჯესი. თუ გინდა ვისაუბროთ იმაზე, რაზეც რეალურად უნდა დავხარჯოთ ფული, ჩემთვის ეს არის ჯანდაცვა, ბავშვებზე ზრუნვა და კარგი სკოლები. ხარჯავს მთავრობა ყოველ წელს? იცი? მოусმინე ჯესი, ჩემთვის ნება მომეცი გითხრა. ვიცი რა ხარჯავენ მიჩიგანელები, 7 ტრილიონი დოლარი კონცენტრირებული. და შენი გეგმა ჯესი, რომ ჯანდაცვის სისტემა საკუთარ ხელში აიღო, არის 4 ტრილიონი. აი რა პრობლემაა ამაში. ასე რომ ზუსტად შენს. გულისხმობ მე მათემატიკაში ძალიან ძლიერი არ ვარ. 1.5 ტრილიონი, რომ შენ მათემატიკაში ძლიერი იყო ტრილიონიდან. ცხადია, მაგრამ აშკარად არ იცი და არც ჩანს რომ გადარდებდეს. მაგრამ მე არ გონია რომ ამერიკელების უმეტესობას მათემატიკაში ამდენი ფულის დახარჯვა უნდოდეს. გულისხმობ ისევ ამას. ამ არგუმენტის სისულელე. რატომ ხარჯავს ამერიკა 1 რაღაც ტრილიონ დოლარს ომებზე საზღვარგარეთ? ალბათ იმიტომ რომ ისინი ხვდებიან თუ სურთ დაიცვან თავიანთი დასალური ღირებულებები, უნდა დაიცვან მსოფლიოს შეშლილი ღირებულებებისგან. და მაგალითად თუ არ მოგწონთ ის იდეა, რომ ბენზინის ფასი 5 დოლარამდე გაიზარდა გალონზე, მაშინ ალბათ არ გინდათ რომ ბენზი რადიკალი ისლამისტების ხელში იყოს, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან მიითვისონ ის, როცა მათ არ აწყობთ. თუ ეკონომიკა მართლა გესმოდათ, ამას იცოდით, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთვის ამ იდიოტებს არ ესმით. ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ისინი გამაღიზიანებლები არიან ეს ადამიანები. ისინი გამაღიზიანებლები არიან და თანაც მათ ხელისუფლებაში ირჩევენ. გმადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისათვის.